6 მაისს რუსთაველის ეროვნულ თეატრში ფოლკლორის ცენტრის გუნდის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ გახსნა. მან გუნდის შექმნის ისტორია გაიხსენა. ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, ხელოვანები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავესწარით ღონისძიებას, როგორც გითხრეს, 1 წლის ნამუშევარია ეს და მინდა ვთქვა, რომ ძალიან გახარებულები ვართ. ზოგადად იმით, რაც კეთდება ფოლკლორის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში და კონკრეტულად ამ შემთხვევაში უკვე ჩამოყალიბებული სრულყოფილი ანსამბლი არის, შეიძლება ასე ითქვას, ძალიან საინტერესო და რთული ნომრები შეასრულეს და მაღალ დონეზე. ისე რომ უსურებ წარმატებას და მადლობა ყველას, ვინც ამისთვის იშროვა. უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის კულტურული მემკვიდრეობის, როგორც მატერიალური, ისევე არამატერიალური ფორმით მხარდაჭერა. რასაკვირველია, რომ ფოლკლორის ცენტრი ამ მხრივ უდიდეს საქმეს აკეთებს. რა ვიცი, ჯერ კიდე ბატონი ანზორ ერქომაიშვილისგან მახსოვს, რომ ამბობდა, რომ ახალი ტიპის გუნდების და სალოტბარო სკოლების და ზოგადად ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას რაც შეიძლება მეტი ხელი უნდა შეუწყოთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი იდენტობისთვის გამსაზღვრელი და ვფიქრობთ, რომ ძალიან სწორ გზაზე ვართ ამ მხრივ, რომ ყველანი ერთად ქართულ კულტურას ერთიანი ძალისხმევით მხარში უდგევართ. ძალიან ემოციური დღე იყო ყველასთვის, ლოტბარებისთვის, ბიჭებისთვის. დიდი ხანია ვემზადებით ამ დღისთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გაართვეს თავი. წარმატებას უსურვებ მათ, იმიტომ რომ წინ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. ეს არის ქართული კულტურის ზეიმი, ქართული ხალხური სიმღერა, ეს არის და ცეკვა ჩვენი ერის უმთავრესი სახე. და ის რაც დღეს სცენაზე მოხდა, ეს არის ჩვენი ერის საუკუნოვანი ისტორიის უდიდესი გამარჯვება. ეს სიმღერები იბადებოდა საუკუნეების წინ. შემდეგ ვითარდებოდა, იქნებოდა მრავალი ვარიანტი და ახალგაზრდები ამ ყველაფერს აცოცხლებდნენ. მე მინდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს და გუნდს, რომელიც დღეს წარდგა სცენაზე, უთხრა მადლობა მის ხელმძღვანელობას, ყველა წევრს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ეს გუნდი საუკეთესოდ წარმოაჩენს ქართულ კულტურას, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. წარმატება და მინდა ანსამბლ რუსთავის სახელით მათ აღუთქვა დიდი მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის გუნდი გასულ წელს დაფუძნდა და სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აერთიანებს. პროექტი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონცერტზე საგალობლები და სხვადასხვა სიმღერა შესრულდა. ასევე წარმოდგენილი იყო ქორეოგრაფიული ნომრებიც. გუნდის შექმნას აქვს თავისი ისტორია. მოგეხსენებათ, რომ ფოლკლორის ცენტრმა 2014 წლიდან დღემდე 45 სალოტბარო სკოლა შექმნა და ამ გუნდის წევრების ძირითადი ნაწილი სწორედ რომ ჩვენი სალოტბარო სკოლების კურსდამთავრებულები არიან. დიდი ინტერესი გაჩნდა, რომ მათ შეიყვანეს სიმღერა ისე რომ გახდა საჭირო ესეთი ტიპის გუნდის შექმნა, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან თავის სიტყვას იტყვის ქართული მრავალხმიანობის ისტორიაში. ამ გუნდის მიზანი არის, რომ ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა, ხალხური სიმღერა და საგალობლები აღადგინოს, გააცოცხლოს ის მივიწყებული ნიმუშები, რომლებიც ღვთისმსხალობით ძალიან ბევრი გვაქვს. დღეს გახლავთ ფოლკლორის ცენტრის გუნდის პირველი სოლო კონცერტი, რომელმაც ჩემი აზრით წარმატებით ჩაიარა. სხვას პირადად ჩვენ არ ველოდით ლოტბარები, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ, ასე ბიჭებისგან, მომღერლებისგან, გოგოებისგანაც ანალოგიური შრომა ჩაიდო და საკმაოდ ფართო სპექტრის რეპერტუარი ჰქონდა. დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით სოლო კონცერტისთვის. მე როგორც
დამხმარე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მიწევდა ამ ხნის განმავლობაში ბიჭებთან და იმ ლოტბარებთან ერთად ყოფნა. ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის და ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღე და ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, როგორც მომავალი ლოტბარისთვის. შეგახსენებთ, რომ პირველი სალოტბარო სკოლა 2014 წელს გაიხსნა. დღეისათვის მათმა რაოდენობამ საქართველოს მასშტაბით 45-ს მიაღწია. ენერგეტიკული სასმელი, მისი მცირე რაოდენობით მიღებაც კი უარყოფითად მოქმედებს ძილის ხარისხზე. ამ დასკვნამდე სპეციალისტები ნორვეგიაში ჩატარებული კვლევის შემდეგ მივიდნენ. დაკვირვებაში 53,000-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. სპეციალისტების განმარტებით თვეში 1 ან 3 კილოც კი აისახება უარყოფითად ძილის ხარისხზე. მამაკაცები, რომლებიც კვირაში 2-3 კილოს სვამენ, მათში 52%-ით იზრდება 6 საათზე ნაკლები ძილის ალბათობა, ხოლო ქალებში ეს მაჩვენებელი 58%-ს აღწევს. კვლევის თანახმად ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ ენერგეტიკულ სასმელს, მამაკაცების 37% და ქალების 51% უძილობას უჩივის. ისინი დიდხანს ცდილობენ დაძინებას და ხშირად იღვიძებენ ღამის განმავლობაში. სპეციალისტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, განსაკუთრებით სტუდენტებს, დაფიქრდნენ ამ საკითხზე და კვლევის შედეგებზე.